მოგესალმებით. გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი ბიძინა ჩხეიძესთან და გივი კაკუშაძესთან ერთად. გვაქვს საინტერესო სიახლე. მე და ბიძინა ჩხეიძე დავინიშნეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედია სამართლის კომიტეტის თავმჯდომარეებად, შესაბამისად სწორედ ჩვენულ ხელმძღვანელებთ აღნიშნულ კომიტეტს. სიმბოლურად დაემთხვა დღევანდელი ჩვენი სტუმარის პროფესია აღნიშნულს. დღეს ჩვენი სტუმარია ჟურნალისტი კატო ბარაბიძე. მოგესალმები კატო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოგილოცოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსეული კანდიდატები ეყოლებათ. მოგესალმები კატო, მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს მართალია და მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ყავს სტუმრად, კატოს იმდენი სიუჟეტია გაკეთებული იურიდიულ თემატიკაზე, რომ ბევრ კვალიფიციურ ადვოკატს და იურისტს გაუწევს კონკურენციას დარწმუნებული ვარ. კატო, პირველ კითხვას დავიწყებ შენ რუბრიკებზე ზუსტად. იმედის დილის ეთერში აკეთებ რუბრიკას ყოველკვირეულს, რომელსაც ქვია შენი უფლება, ძალიან საინტერესო კონტენტს ქმნი და მაგასთან დაკავშირებით გისვამ პირველ კითხვას, რამდენად როგორია ზოგადად საზოგადოების გამოხმაურება ამ სიუჟეტებზე და რას ფიქრობ, ეხმარება თუ არა საზოგადოებას მსგავსი სიუჟეტები? პირველ რიგში დავიწყოთ სულ თავიდან, სანამ რუბრიკა იქნებოდა, ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე სიუჟეტი და აი ამ სიუჟეტებს იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა, როგორც წერდა მაყურებელი, რომ მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, აი ზუსტად ეს გვაინტერესებდა. და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ გაკეთებულიყო რუბრიკა ყოველკვირეული, რომელიც ყოველ ხუთშაბათს გადის და ამან ძალიან დიდი სტიმული მოგვცა. ასევე მინდა რომ გავიხსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. რუბრიკა უკვე დაწყებული გქონდა და ერთ-ერთი ასეთი თემა იყო ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე. ჩვენი რესპონდენტი იყო თავის ძალიან კარგ და პროფესიონალ ადვოკატთან თათია მაისურაძესთან ერთად და სრულად ქონდა მისი ამბავი მოყოლილი. შემდეგ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ დაიცვა ადვოკატმა ეს გოგონა და ახლა როგორ მშვიდად და კარგად ცხოვრობს, რომ არანაირი შიში არ აქვს და ასევე ქონდა საუბარი კანონს რა ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ დაზარალებული დაიცვას. ამის შემდეგ რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც პირად შეტყობინებაში მომივიდა ასეთი ნაწერი, რომ ერთი გოგო წერდა, რომ ძალიან დიდი მადლობა ამ სიუჟეტისთვის, იმიტომ რომ ახლა მეც ესეთ სიტუაციაში ვარ, მეც ამ პროცესებს გავდივარ, ყოფილი პარტნიორი მემუქრება და იმედი მომეცა, რომ ბრძოლას აქვს აზრიო. მას არ ჰქონდა ინფორმაცია თუნდაც იმაზე, რომ არსებობს შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი და ელექტრონული სამაჯურით, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ასე რომ ვთქვათ. ჩემთვის ეს იყო პირველ რიგში ყველაზე დიდი სტიმული, რომ სულ რო სხვა არაფერი, თუნდაც ერთ ადამიანს რომ მივაწოდეთ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მას რაღაცაში დაეხმარა, ჩემთვის ეს უკვე დიდი გამარჯვება არის და ვფიქრობ, რომ ჩვენი რუბრიკაც სწორედ ამისთვის არის, რომ ხალხს დავეხმაროთ და ინფორმაცია მივაწოდოთ. მეც უერთდები ბიძინას და ასევე შენს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი სამართლებრივი ნაბიჯები და სწორი სამართლებრივი აქცენტები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან სამოქალაქო და იურიდიული განათლება არ არის ისეთ დონეზე საქართველოში, რომ ზუსტად იცოდნენ ადამიანებმა შენი უფლება და სწორედ ასე ქვია ამ სიუჟეტსა და რაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გივი, თუ შეიძლება ერთსაც დავამატებ, საკმაოდ რთულიც არის რაღაცა იურისპრუდენცია და ეს რაღაცა ტერმინოლოგია და ჩვენი რუბრიკის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ მარტივიანით მათთვის გასაგებიანით. დიახ, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი უფლებების შესახებ სწორად იცოდეს ყველა დეტალი, რასაც გვია. და სწორედ ხარისხიანი სიუჟეტები გაქვს ძალიან და ეს ნიშნავს და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ ნამდვილად. კატო, უდანაშაულობის პრეზუმპციაზე უნდა გკითხო. უდანაშაულობის პრეზუმპცია არის იურიდიული მექანიზმი და იურიდიული ტერმინი. თუმცა, როდესაც მაგალითად განხმაურებული საქმეები, ამ შემთხვევაში ეს უდანაშაულობის პრეზუმპცია ხშირად აღიქმება განაჩენად. და უკვე სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და გავალთ ბოლოში და დაგვიდგება შედეგი, ასეთ შემთხვევაში უკვე საზოგადოება თვითონ სჯის და თვითონ გამოგ შედეგი. ამ შემთხვევაში მედიის როლი როგორია და რა ბალანსი არსებობს შენი პროფესიული თვალთახედვიდან გამომდინარე? მე ზოგადად ვთვლი, რომ მედია ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხიდი საზოგადოებასა და ფაქტებს შორის და არა ბარიერი და ხელის შემშლელი სასამართლო პროცესისთვის. მე ვთვლი, რომ პირველ რიგში საჭირო არის, როდესაც ასეთ თემებს ვაშუქებთ, გაშუქებული იყოს ორივე მხარე, როგორც ბრალდებული, ასევე სასამართლოს პოზიცია და პროკურატორის პოზიცია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ვფიქრობ არის ტერმინოლოგია. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც
ბრალი ედება, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ აი სიტყვაზე ვიძახი ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება, ეჭვმიტანილი თუნდაც. ხო, აი პირდაპირ ეს იარლიყები არ უნდა მივაწებოთ არც ჩვენ. მე ვფიქრობ, ეს არის ის ყველაზე, ესე ვთქვათ, მარტივი ბალანსი, რაც შეიძლება მედიამ დაიცვას. თუმცა ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ მედიამ რაღაც საკითხები არ უნდა გააშუქოს. უბრალოდ ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რომ არ გამოიწვიოს რაღაცა უარყოფითი შედეგი. უდანაშაულობის პრეზუმპცია ერთი საკითხია, ასევე კანონით, რასაც იცავს ადამიანის პირადი ცხოვრება იქნება თუ თუნდაც პერსონალური მონაცემები. განსაკუთრებით ხშირია, როცა ჩვენ ვხედავთ დარღვევებს, საჯარო ფიგურებს, როცა ეხება საქმე და ბალანსის დაცვა, მე მგონი აუცილებელი არის ამ კუთხით, რომ ყველას უფლება იყოს დაცული. აუცილებლად და ელემენტარულია, მაგალითად, აი იარლიყზე რაც თქვათ ბრალადდება, ყველობის ჩადენ. ხო, აი უკვე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის მკვლელად არის გამოცხადებული. ხო, აღარ ელოდება იმას, რას გადაწყვეტს სასამართლო. შეიძლება საერთოდაც არ ჩაუდენია მას ეს დანაშაული, თუმცა თუნდაც ცვლილების შემდეგ დადგეს გამომართლებელი განაჩენი საზოგადოებას აქ არასამართლიანობის განცდა. ისევ და ისევ მედია სტანდარტიდან გამომდინარე, რომელიც არასწორად აშუქებს. სწორედ ამიტომ ვიცახი, რომ მედიამ ორივე მხარე უნდა გააშუქოს, რომ თუნდაც მოსამართლეზეც არ იყოს რაღაც მხრივ ზეწოლა. თუმცა შემდეგ საზოგადოება ამას როგორ მიიღებს და რა დასკვნებს გამოიტანს, ეს რა თქმა უნდა მათი გადასაწყვეტია. თუმცა ბალანსი აუცილებელი არის ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემას, როდესაც ვაკეთებ და განსაკუთრებით ხო. ნაფიც საჯულთა სასამართლოს როცა იხება საქმე, აქ როდესაც საჯულები არიან უშუალოდ წარმოქმნილი, მათზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან მარტივად შეიძლება, თუნდაც პროპაგანდის რისკიც ნამდვილად რეალური. აუცილებლად უნდა იყოს ამის დაცვა აუცილებელი არის ნამდვილად. კი, ნამდვილად. და დამეთანხმებით ალბათ ტერმინოლოგიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს უფლებაა და კანონით არის მოწესრიგებული. ასევე უნდა კითხო ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიის როლზე. კონკრეტულად კი, როდესაც მედია აშუქებს მაგალითად მძიმე დანაშაულებს, მკვლელობას, გაუპატიურებას, ფემიციდს, თქვათ, პედოფილიას. აი, ასეთ შემთხვევაში ყოფილა ხშირად შემთხვევა, როდესაც ეს მაპროვოცირებელიც კი ყოფილა და წამქეზებელი ყოფილა იმ ადამიანისთვის, ვინც უნდა ჩაიდინოს. ეს ხო არსებობენ მიდრეკილი ადამიანები, სერიული მკვლელები და ასე შემდეგ. აი, ამ შემთხვევაში მედიამ ზუსტად როგორ უნდა მოძებნოს ის ოქროს შუალედი, რომ ეს პირიქით წამახალისებელი არ იყოს და ზუსტად ისე მივიტანოთ საზოგადოებამდე და თუნდაც იმ ადამიანებამდე, ვინც მომავალში ეს დანაშაული უნდა ჩაიდინოს, ეს კონკრეტული ფაქტები, შენ სწორად აღნიშნე, ფაქტები და არა შეფასება. ძალიან სენსიტიური საკითხი არის ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც ჟურნალისტებისთვისაც და აი აქაც განმეორდები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ტერმინოლოგიას და თუნდაც როგორ გადმოვცემთ. არის რაღაცა დეტალები, მაგალითად ჩადენილია სასტიკი დანაშაული, ხო? ყველა დეტალის აღწერა არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაული არის და თუნდაც ახალისების კუთხით, ხო? ვთვლი, რომ ეს არ უნდა იყოს გადმოცემული. ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება გამოძიების პროცესსაც შეუშალოს ამან ხელი, ეს თქვენ უკეთ იცით, მაგრამ ასე ვფიქრობ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის არ მოხდეს დაზარალებულის იდენტიფიცირება. არ მოხდეს მისი სახლის და ზოგადად მისი გარემოს იდენტიფიცირება. და დანარჩენი რაც შეეხება თვითონ ფაქტებს ძალიან რთული საკითხია, თუმცა ვთვლი რომ ესეც მაყურებელს აქვს უფლება იცოდეს ზოგადად რა ხდება და რომ ხდება ესეთი მძიმე დანაშაულები, რომ უფრო ხიზლად ვიყოთ, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს აბსოლუტურად. რაც შეეხება მედიას, ვფიქრობ რომ აქაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ასეთ თემებს ვაშუქებთ. და კიდევ ერთი მინდა დავამატო, ფემიციდის დროს ყოფილა შემთხვევები რამდენიმე წლის წინ, რომ აი ისე ყოფილა გაშუქებული, რომ მაგალითად აი სიყვარულის სახელით ჩადენილი დანაშაული არა. ჩვენ ამის რომანტიზირება არ უნდა მოვახდინოთ. ეს არის მკვლელობა, ეს არის გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა და აქ სიყვარულს არაფერი კავშირი არ აქვს საერთოდ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენს და ჟურნალისტებმაც გავითვალისწინოთ და ჩვენი კომპასი პირველ რიგში მორგებული იყოს დაზარალებულზე და ასე ვთქვათ მის უსაფრთხოებაზე. ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი სიუჟეტი იყო. დანაშაული მოხდა, თუ არ ვცდები, მამაკაცი დაჭრეს ცივი არაღით და პირდაპირ ეთერში ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც ქუჩის დასახელება იყო და ასახელებდა კიდე ჟურნალისტი, რომ აი ეს დანაშაული კონკრეტულად მოხდა ამ და ამ ქუჩის ამ ნომერში. აი ასეთი რაღაცაც ვფიქრობ ჩემთვის მიუღებელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იდენტიფიცირება ხდება ეხლა იმ კონკრეტული ადგილის და ისედაც პერსონალური მონაცემია
მონაცემთა დაცვის შესახებ ხსმენია. საქართველოში გვინახავს სიუჟეტები ბანკზე თავდასხმის დროს, როდესაც ჟურნალისტები გადმოცემდნენ თუ სადიგა სნაიპერი და რაღაც ინფორმაციას აწვდიდნენ ხოლმე ეგეც. ნუ ეგ წარმოუდგენელი ამბავია ხო თქმა უნდა. არის და ეს პირდაპირ უშლის ხელს იქ მიმდინარე პროცესებს და ეს რა თქმა უნდა გამორიცხული არის. მეც მახსენდება სხვათა შორის ერთი ეგეთი შემთხვევა. კატო, კიდევ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ, ხა ციფრულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, სადაც ინფორმაციის ბუმია, სოციალური ქსელების მეშვეობით, ხა გვემატება AI ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი. აი ესეთ სიტუაციაში, ესეთ პერიოდში, რამდენად შესაძლებელია fake news-ებთან ბრძოლა, როგორ წარმოგიდგენია? თუ წარუმატებელი ამბავია ეგ და მაინც ვერ გავიქცევით მსგავსი ინფორმაციების გაჟონას. იცი რა, დღეს ვისაც კი ტელეფონი აქვს, ვისაც კი ინტერნეტთან წვდომა აქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაიღოს ნებისმიერი ფოტო, ნებისმიერი ვიდეო, ან თუნდაც სტატუსი დაწეროს ნებისმიერი ნიუსის შესახებ, ხო? ამას ვერ აუკრძალავ და ვერანაირ რეგულაციას ვერ დავაწესებთ ამაზე, ხო? მთავარი ჩემი აზრით და ჟურნალისტების და ტელევიზიის მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს, რომ შეიძლება ჩვენ იმ მომენტში ვერ ვიყოთ ისეთი ექსკლუზიურები და პირველი ჩვენ ვერ ვთქვათ სიტყვაზე რაღაც კონკრეტული ამბის შესახებ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს სტანდარტი, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, ჩვენ უნდა მოვიძიოთ წყაროები, რამდენად რეალურია თუ მცდარი არის. მე ვფიქრობ, რომ ტელევიზიას ეს თავისი სტანდარტი რაც აქვს, ამითი შევძლებთ მოგებას, ამითი ვიგებთ ჩვენ მაყურებს. რეპუტაცია კი, საუბრობ ხო. ნამდვილად და ტელევიზია უკვე ასე ვთქვათ, ბრენდი უნდა იყოს, რომელსაც მაყურებელი ენდობა რეალურად რა. ალბათ ეს იქნება გამოსავალი და ყოველთვის უნდა მოვუწოდოთ მაყურებელსაც, რომ ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ ყველა. დღეს ინტერნეტი დომინირებს, ყველაფერი აჩქარებულია და განსაკუთრებით სოციალური ქსელები და უკვე ამ ბოლო პერიოდში YouTube-ი, მათ შორის ჩვენი გადაცემაც YouTube-ზე გადის. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობ, რამდენად კონკურენტუნარიანია ტელევიზია აი ამ სოციალურ ქსელებთან, თუნდაც YouTube-თან მიმართებით. ხომ არ მოხდა ისე, რომ თქვათ დიდი ნაკადი გადასულია უფრო სოციალური ქსელების პლატფორმებზე და YouTube-ზე. თუ მაინც შეინარჩუნა ტელევიზიამ თავისი რაღაც ნიშა, რაც მაყურებელს თავისკენ იზიდავს. ჯერჯერობით კი თავისი მაყურებელი ტელევიზიას ყავს, თუმცა აბსოლუტურად გეთანხმები, ცოტა რისკის ქვეშ ვართ. და ვთვლი, რომ იცი რა, ფორმა შეიცვალა, მაგრამ არა ის ინფორმაცია, რასაც ვაწვდით და ვთვლი, რომ აუცილებლად ტელევიზიაც უნდა რაღაც მხრივ აეწყოს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ უბრალოდ დარჩება რაღაცა ტელევიზია ოთხკუთხედი ყუთი, რომელიც იქნება მხოლოდ უფროსი თაობის საყურებელი, ასე რომ ვთქვათ. ვფიქრობ, რომ აქაც ისევ ის იქნება, რომ ჩვენ უნდა მოვერგოთ, ცოტა უფრო მეტად უნდა გადავინაცვლოთ სოციალურ ქსელებში და სტანდარტი შევინარჩუნოთ, გადამოწმებული ინფორმაცია, ყოველთვის სანდო ინფორმაცია და მაყურებლის ერთგული დავრჩეთ აი ამ კუთხით. თუმცა მათ თუ არ იქნება წარმოუდგენელია ესე წარმატების მიღწევა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ვთქვათ, სხვადასხვა პლატფორმაზე, ვთქვათ, Facebook-ზე, ხო, ის რეპორტაჟები, ნიუსები, ყველაფერი იდება და მაგ მხრივ იგივენაირად ათვისებულია ეს პლატფორმა. თუმცა იმედია ისე არ მოხდება, თქვათ, როგორც ადრე რადიო იყო და ჩაანაცვლა ტელევიზია, აი იმედი ამ შედეგამდე არ მივალთადა. იცი რა, არ ვიცი, რადგან ჟურნალისტი ვარ, შეიძლება მე იმედიანად უფრო და არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ რეალურად მართლა ვთვლი, რომ ტელევიზიას აქვს ძალიან დიდი შანსი, იმისა, რომ თუნდაც სოციალურ ქსელში გადაინაცვლოს და როგორც შენ აღნიშნე, სიუჟეტებს აცვდებთ ხოლმე, სრულ გადაცემებს აცვდებთ, პატარ-პატარა ნაწყვეტებს აცვდებთ, ეგრეთ წოდებული rilsების სახით და საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს, თუნდაც ჩვენს რუბრიკას. ხო, რეიტინგების ცვლილებადობა თუ არის, ანუ თუ შეინიშნება განსხვავება ყურებადობასთან დაკავშირებით, მაგალითად რო ავიღოთ დაახლოებით 10 წლის წინაც იყო და დღევანდელ პერიოდში როგორ არის. იცი რა, 10 წლის წინ ახლა ზუსტად ვერ გეტყვი როგორი რეიტინგი იყო, თუმცა ამ ეტაპზე რასთანაც შეხება მაქვს ხოლმე, ჯერჯერობით ისევ გვაქვს. თუმცა შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ასაკობრივად თინეიჯერები, ჯენზი და შედარებით ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია სოციქსელებში არის გადართული და ზუსტადაც იმ სოციქსელებში დადებული ეს ჩვენი პატარ-პატარა rilsები და სიუჟეტები, იქ უფრო ახალი თაობა უყურებს ამ ყველაფერს. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ საფრთხის წინაშე ვარ, ჯერჯერობით 1-2 წელი მაინც, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სოციალურ ქსელში უფრო აქტიურად უნდა გადავინაცვლოთ და ჩვენი სტანდარტი და მიდგომები უნდა გავრცელდეს უკვე სოციალურ ქსელში.
ინტელექტში, ასე ვთქვათ, კი ბატონო. ხელოვნური ინტელექტს უნდა შევეხო აუცილებლად და ბოლო პერიოდში ტენდენციები წამოვიდა, მე მგონი რომ რაღაცა ახსაც ქონდა მსგავსი რაღაც დაიწყეს, რომ ამინდის წამყვანი უკვე ხელოვნური ინტელექტი არის. ჟურნალისტებს სულ ქნის ეს გარემოება პრობლემას და შენთვის როგორც ჟურნალისტისთვის დღეს ხელოვნური ინტელექტი შენი საქმიანობისთვის მეგობარი ასე ვთქვათ თუ რაღაც აფრთხე მომავალში. იცი რა, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, თითქოს აი ეს AI და ეს რობოტები და გვეწინააღმდეგებენ თქოს ჩვენ ჩანაცვლება უნდათ, მაგრამ მე ვხედავ ასე. ჟურნალისტი, რომლის ასე ვთქვათ, პირველი ამომავალი წერტილი არის სინდისი, პასუხისმგებლობა, ემოციები თუნდაც, როდესაც რესპონდენტს ესაუბრები და მისგან რაღაცა მძიმე ამბავს იღებ. და ნიჭი, რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ ამას AI ვერ ჩაანაცვლებს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. რაც შეეხება AI-ის გამოყენებას, რატომაც არა ვთვლი, რომ რაღაც მხრივ შეიძლება ასისტენტივით ყავდეს და დაგვეხმაროს თუნდაც დროის რესურსის დაზოგვაში. მაგალითად, იყო ერთხელ ასეთი შემთხვევა, მე მუშაობდი რაღაც საკითხზე და დამჭირდა კვლევები მსოფლიო მასშტაბით. იმდენად ჩართული ვიყავი რესპონდენტის საუბარზე და მოსმენაზე, რომ ვიფიქრე, რომ დროს დავზოგავთქო და მივეცი, ასე ვთქვათ, ეს დანიშნულება, რომ მომიძიე სანდო წყაროები. მომიძია კვლევები კი გასაგებია, მაგრამ ადამიანური რესურსი მაინც არის საჭირო და გადამოწმება მაინც სჭირდება. იმიტომ რომ თუნდაც ჩემი მოძიების პროცესში იყო რამდენიმე ისეთი ლინკი, რომელსაც გადავედი და საერთოდ არ იხსნებოდა. ერთი-ორმა საერთოდ დამაიჭვა, რამდენად რეალური იყო. ადამიანური რესურსი მაინც გჭირდება, რომ გადაამოწმო ეს ყველაფერი. ასევე მეც მინახავს რამდენიმე პოსტი, რომელსაც აბსოლუტურად პირდაპირ ეტყობა, რომ ChatGPT-დან არის გადმოტანილი და ვფიქრობ, რომ აქაც რედაქტირება ყველა ვარიანტში სჭირდება და ადამიანური რესურსი აქაც საჭირო არის და ასევე მინდა ყურადღება გავამახვილოთ, სხვა შორის რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი AI-ის ჰალუცინაციებზე, არ ვიცი ხსმენიათ თუ არა, სერიოზული კვლევები ტარდება ამაზე და ცდილობენ, რომ ეს AI ჰალუცინაციები რაღაცნაირად აღმოფხვრან და რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვენ AI-ის რაღაც დავალებას ვაძლევთ, მას თავისი პარამეტრები სჭირდება, რომ იყოს მოწესრიგებული. ასევე სჭირდება იმის ცოდნა თუ როგორ უნდა მისცემას დავალება, რომ სწორად გაიგოს. და იმ შემთხვევაში თუ ის ვერ იგებს დავალებას, ან იმ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ვერ მოიძიებს, იწყებს მოგონებას ამბის. შეიძლება იქ რაღაცა სიმართლის მარცვალი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში გამოდის fake news-ი. შეყავხარ შენც შეცდომაში და ეს თუ საერთოდ გამოხვედა ტელევიზიით, თქვი, ნუ საერთოდ კატასტროფა არის, ჟურნალისტის რეპუტაცია დანგრეული არის, ხო, ფაქტობრივად. ამიტომ ვთვლი, რომ კი, შეიძლება როგორც ასისტენტი გამოვიყენოთ, თუმცა აქაც, წლების განმავლობაში ესეც დაიხვეწება და ცოტა საშიში გახდება და აი როდესაც უკვე იმ კრიტიკულ ნიშნულამდე მივალთ და რაღაცა კრიტიკული ზღვარი დადგება, ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით რეგულაციებიც უნდა დაწესდეს და ჩარჩოში მაინც მოვაქციოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თუნდაც ერთმა ქვეყანამ რო აკრძალოს და მეორე, მაგრამ ჩამორჩები ხო ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს სულ ისეთი პროცესია, რომელიც ვითარდება და წინ მიდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ალბანეთში მინისტრიც გახდა. კი ბატონო. ეგ ნახდია? კი. ნამდვილად. ეხლა სხვათა შორის იმაზეც მუშაობენ, რომ ეს AI ვითომ წამყვანები, როდესაც საუბრობენ, მიმიკები არ ემთხვევა ემოციებს და ეხლა ამაზეც დაიწყეს მუშაობა, რომ ემოცია ყველანაირად დაემთხვას და ეს მიმიკები მოერგოს, თუმცა ეს ხომ არ არის რეალური ემოცია, რაც შეიძლება კონდეს ადამიანს. ნელ-ნელა გვაპარებენ, ანუ როგორც შესაძლებელი გავარჩიოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება როგორც კატო ამბობს, ამინის ჰალუცინაციები რომ დაეწყოს, მე რა შვები. ხო, კი ბატონო. მაგასაც მუშაობენ სხვათა შორის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრა, მაგრამ რეალური არის. ინფორმაციას გაწვდის, ოღონდ არ ვიცი, არ იცი, შეიძლება არ კონდეს ინფორმაცია, მაგრამ არ ვიცი, ხო არ ვერ მოგწერს რა იდეაში, არ ვიცი, ვერ დაგეხმარების არ გეტყვი. ჩვენთანაც ეგრე არის, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება პრეცედენტის მოძიება დაგჭირდეს, რაღაც მოგცეს, მაგრამ თუ ვერ გადაამოწმე, აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოს. ეხლა ვიღაცებს აქვს კიდევაც სურვილი, რომ საჩივრებიც დაწერონ, მაგალითად, სარჩელიც დაწერონ ხელოვნური ინტელექტით, მაგრამ გამორიცხულია, რომ ის სასამართლო წარმოებაში მიიღოს, იმიტომ რომ ძალიან აცდენილია რეალობასთან. ნუ დროთა განმავლობაში არ არის გამორიცხული, რომ ეგეც დაიხვეწოს, თუმცა დღესდღეობით წარმოუდგენელი არის იურისტის თანაცვლება. იურისტის და ადვოკატის შრომა იმდენად კომპლექსური, დინამიურია და ბევრ დეტალებზე ორიენტაციას გულისხმობს, რომ მხოლოდ ის რომ ხელოვნური ინტელექტმა ჩაანაცვლოს, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, თუმცა რაღაც დეტალებზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით მე ვფიქრობ, რომ
პირიქით ძალიან კარგად შეიძლება დაიხმარო და მეც მოგების დამიხმარია რაღაც ხო საკითხში როგორც ასისტენტი, თუმცა ასევე მსმენია და ისიც მინდა ვთქვა, რომ რამდენჯერმე ყოფილა რომ თქვამთ, რომ ხსაი დეპრესია მომაწვა და ChatGPT-ს ველაპარაკე და ახლა უკეთ ვარ. ჩვენზე არის მე მგონი დამოკიდებული, ChatGPT ჩვენი მეგობარი გახდება და ჩვენ ჩაგვანაცვლებს, თუ აი როგორ მოვიხმართ ამას რა, როდესაც ოჯახის წევრი ყავს, მეგობარი ყავს, ახლობელი ყავს, ვფიქრობ, რომ ასე ძალიანაც არ უნდა ვენდოთ. იმიტომ რომ არის რისკი, რომ შეიძლება არ იყო კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და რაღაცა ისეთი გამოიწვიოს, რამაც შემდგომ ის შედეგი ვეღარ გაანულოს, ხო? ამიტომ ვთვლი, რომ აქაც სიფრთხილე გვმართებს და შიშები ინტერნეტი როცა გაჩნდა საერთოდ მაშინაც იყო რა თქმა უნდა და დროთა განმავლობაში ხა ყველას წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე ცხოვრებას და მუშაობაც. ტელევიზორზეც იყო ეგეთი შიშები. საერთოდ ლონდონში მოხდა პირველად რომ გაიყვანეს ელექტროსადგური ლიანდაგის გაყვანის დროს პროტესტები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ წვიმა რო იქნებაო, დენი დაგვერწყავს და დავიღუპებით, ხო? ხო, სიახლეების მიღება ზოგადად ცოტა საშიში არის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ გამოყენებადია და ისევ ჩვენთვის სასიკეთოდ შეგვიძლია მოვაბრუნოთ და გამოვიყენოთ AI ტექნოლოგიები. თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე ხშირად რა ბარიერი ყოფილა, რასაც ხელი შეუშლია, თუნდაც რესპონდენტთან ურთიერთობაში, თუნდაც სიუჟეტის მომზადებაში, ყველაზე მეტი დაბრკოლება საიდან მოდის და როგორ უმკლავდებით ამას? საკმაოდ რთული კითხვა არის. პირველ რიგში ალბათ, მთავარი არის რესპონდენტი შენს მიმართ ნდობით განაწყო, რომ დაითანხმო საუბარზე. გააჩნია რა თქმა უნდა თემას, რადგან მაინც თქვენი სტუმარი ვარ ჩემს რუბრიკაზე ვიტყვი, როდესაც სიუჟეტზე ვსაუბრობდით და მე წეღანაც ვახსენე დაზარალებული გოგონა, რომელსაც ყოფილმა პარტნიორმა ფიზიკურად იძალა და ძალიან ნერვიულობდი მეს და თვითოულ კითხვას, აი ასჯერ ვიმეორებდი, აი ასჯერ დავფიქრდი, რომ ეს რომ კითხო მას რაიმე ზიანი ხوار მიადგება, ცუდად ხომ არ გახდება, ცუდად ხომ არ იგრძნობს თავს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთ საკითხებზე, როდესაც მუშაობ და ესეთ სენსიტიურ თემაზე, ყველა კითხვა იყოს ზუსტად გათვლილი, აბსოლუტურად ყველა კითხვა. ასევე დობაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და როდესაც მე მას ვუთხარი, რომ არანაირად არ მოხდება თქვენი იდენტიფიცირება და ისმენდო, მე ვერანაირად ვერ დავუშვებდი ვერც ერთი წამით, რომ მისი თუნდაც ხმა მაინც ყოფილიყო ამოცნობადი. ჩვენ ხმად შევუცვალეთ, სრულად იყო დაფარული და არ მომხდარა ამ ადამიანის იდენტიფიცირება. ზოგადად სირთულეები შეიძლება იყოს, რომ ძალიან საინტერესო თემა გქონდეს, მაგრამ რესპონდენტს არ სურდეს ამაზე საუბარი, ასე მივუდგე იქიდან, მივუდგე ყველანაირად ეცადო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდეს. ასეთებიც ხდება ხოლმე, ბუნებრივია ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ, მაგრამ აი ყველაზე რთული ასეთი რაც მახსენდება ახლა იყო ამ ადამიანთან მუშაობა, იმიტომ რომ მეც ძალიან ნერვიულობდი და ვცდილობდი ყველანაირად რომ მისთვის კომფორტი შემექმნა, რომ თავი არ ეგრძნოთ ცუდად, იმიტომ რომ ისედაც ამაზე ლაპარაკი ძალიან რთული არის დაზარალებულისთვის. კატო, პოლარიზებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება ზოგადად დღევანდელ ეპოქაში, განსაკუთრებით საქართველოში მძინვარებს ეს ფაქტი და როგორ გძნობთ ამას თქვენ ჟურნალისტები, აი ეს ბულინგი თუ გადმოდის თქვენზე და ყოველდღიურ საქმიანობაში რამდენად ხელშემშლელი ფაქტორია, ამაზეც თუ შეგიძლია რომ გითხრა რაიმე. კი, ბულინგი დღეს რეალური არის და მე არ ვიცი ჟურნალისტებისაც ეს არ გაუულია, მათ შორის ჩვენს ყველას და არა მხოლოდ ჟურნალისტები, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება დაემართოს. ძალიან ცუდია და სიმართლე გითხრა, გამოსავალს არ ვიცი ვხედავ ისევ განათლებაში და თვითკონტროლში. თუ სოციალურ ქსელში ხდება თუნდაც ძალადობისკენ წახალისება, ვთვლი რომ აი აქ უნდა ჩაერთოს სამართალი. იმიტომ რომ მე იქნება ასეთი ტენდენცია, რომ ადამიანი რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებდა, შემდეგ რატომღაც ის გამოვიდა უცებ მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ სამართალი და კანონი აი აქ უნდა ჩაერთოს, როდესაც ძალადობისკენ წახალისება ხდება და რაც შეეხება სიტყვერ შეურაცხყოფას და ამ ტიპის ბულინგს, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ ყველამ ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ და ვფიქრობ, რომ კორექტულობა არ უნდა დავკარგოთ არც ერთ სიტუაციაში, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს თუნდაც ქვეყანაში, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ და როგორი ემოციებიც არ უნდა გვქონდეს. შეიძლება მეც გაუბრაზებული ვარ ბევრჯერ, მაგრამ ჩემი თავისთვის არასდროს არ მიმიცია იმის უფლება, რომ ვიღაცა ასე ძალიან გამელანძღა, ან თუნდაც, არ ვიცი, ყველა მიცით რაც ხდება ხოლმე სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, რომ თვითკონტროლი და განათლება ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, თუმცა რეალურად რამდენად იმოქმედებს ეს უკვე მეორე საკითხია. განათლება და საკუთარი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანის თავისი
პიროვნება შემდგარი არის, მას ნაკლებად რჩებათ, რომ მსგავს თემებთან მიმართებაში აქტიურად იყოს ჩართული და შეურაცხყოფა და ბულინგი კი არა, ისეთი ფაქტები ხდება საქართველოში, რომ პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალებას ზეიმობენ და ეს ყოველად ამორალურია, რომელსაც არანაირი გამართლება არ შეიძლება კონდეს და სამწუხაროა ესეთი ფაქტები რო ხდება და იმედია, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს მოხდეს რეგულაცია ამას ამდენად უშუალო სიმართლე კითხრა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მსგავსი ნეგატივის ფრქვევა არის ძალიან დამაზიანებელი თითოეულ ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ფსიქიკისთვის და ვიცი, აი მით უმეტეს ამ ბუმის დროს, ინფორმაციული ბუმის დროს, ამდენი ინფორმაციის გადახარშვა, მით უმეტესად 80% ნეგატივზე მოდის. ამას გამკლავება და გჭირდება, რაც ძალიან რთულია და რაღაც შესაძლებელია ამ მიმართულებით აუცილებლად და რა უნდა მოხდეს და როგორ ეს ხო, თუმცა ახაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რაღაცა ცენზურას არ შევეჯახოთ. აი ამიტომ ფიქრობ, რომ მაინც თვით კონტროლი და ეს განათლება რაღაც კუთხით მაინც დაგვეხმარება და უფრო მეტი მოწოდებები. შეიძლება სიტყვის თავისუფლებაც არ არის აბსოლუტური უფლება. და ვერც იქნება აბსოლუტური უფლება, შესაბამისად შეიძლება მისი რაღაც ჩარჩოებში მოქცევაც, ჩემი აზრით. ნამდვილად შესაძლებელი. როგორ ფიქრობ, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ეხლა უფრო რთულია, მაგალითად თუ წინა საუკუნეში უფრო რთული იყო? თუნდაც შეადარე ტექნოლოგიები საუკუნის დასაწყისი, ხო? ესე ვთქვათ, საუკუნის დასაწყისი კი ბატონო. იცი რა, ორივე ეპოქას თავისი სირთულეები ექნებოდა ბუნებრივია. ჩვენთვის, როდესაც ეხლა უცებ ავკრიფავთ, მოვიძებთ ინფორმაციას, წყაროს გადავამოწმებთ ძალიან მარტივად. მაშინ ესე არ იყო, ხო? მაგრამ ჩვენ დროს კიდევ სხვა არის. ჩვენ დროს პირიქით უფრო იმდენად ბევრი ინფორმაცია არის, რომ აი ამ ინფორმაციებში გამორკვევა გიწევს. ასევე ურთიერთობები და რაზეც წეღან საუბრობდით, ბულინგი, ეს დამოკიდებულებები, ესეც ძალიან რთული არის. ვერ ვიტყოდი. ალბათ ორივეს თავისი სირთულეები ქონდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იყო ეს ტექნოლოგიები და ეს დამხმარე AI ასისტენტები. თუმცა არც დღეს არ არის მარტივი და ალბათ არც ადვოკატებისთვის, იმიტომ რომ რეალურად ამ ბულინგს ყველა გავდივართ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს თუ როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა კონდეს. კი, მეც ხშირად მაბულინგებენ მაგალითად სოციალურ ქსელში. ხო და ისე გაბრალებენ რაღაცას, რომ საერთოდ არც იციან უცხო ხო. აი მაგალითს ვიტყვი, მაგალითად თუ თქვი რომ პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო ან რაღაც, ახალი რეგულაცია შემოვიდა, ადამიანები ფიქრობენ რომ თითქოს ეს ყოველივე მე დავაწესე და რაღაც მე მივიღე ეს კანონი, ანუ ისევ მივდივართ განათლებამდე. რაც უფრო მეტი განათლება იქნება საბაზისო, აღარ მოხდება ასეთი შემთხვევები და თვითკონტროლი, რაც თქვენ ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ არ იკადროს ადამიანმა და თავის თავს არ მისცეს ამის უფლება. მე ესე ვფიქრობ. ნამდვილად გეთანხმებით და სხვათა შორის მაგაზე მეც გამახსენდა. ბოლო დროს მე ვსაუბრობდი სიახლეებზე კანონ, რომელიც მიგრაციის კანონზე იყო და ერთადერთი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც პირად შეტყობინებაში შემომივარ და ვიღაც უცხო ადამიანთან, აი გამლანძღა. ოღონდ რისთვის ვერ მივხვდი და რა თქმა უნდა, არ ავყევი და გამეცინა უბრალოდ თორე ცოტა გამოგვიმუშავდა ჩვენას, რომ რეაქცია აღარ გქონდეს. მაგრამ ხდება ეგეთებიც, რა თქმა უნდა და აქაც ისევ მივდივართ ალბათ თვით კონტროლზე, რომ რაღაცებს არ უნდა ავყვეთ და რაღაცებზე უბრალოდ ჩვენი ფსიქიკა ცოტა დავსოგოთ, იმიტომ რომ მართლა რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. კატო, როგორც თქვით, ეს რუბრიკა შენი უფლება ძალიან საინტერესო და აქტუალურია და ბევრი პრობლემა შეიძლება მოაგვარო ვიღაცამ სწორედ ამ რუბრიკით. როგორ ფიქრობ, სამომავლოდ რა შეიძლება განვითარდეს ამ თვალსაზრისით და გაგრძელდება თუ არა ეს რუბრიკა? გაგრძელდება აუცილებლად. ჩვენ მაისში გვისრულდება 1 წელი და ჯერ ძალიან ცოტა არის იმისთვის, რომ ამოვწუროთ ჩვენ ეს თემები და მაყურებლის მოთხოვნაც დიდია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ ორიენტირებული ვართ მხოლოდ იმაზე, რომ მაქსიმალურად მარტივად მივაწოდოთ მარტივიანით, როგორც აღნიშნე და მომავალში უკვე რა და როგორ გაგრძელდება, ამაზე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ, თუმცა დანარჩენ სამომავლო გეგმებს მაინც ჯობია რომ გავუფრთხილდები, ასე ვთქვათ და საიდუმლოდ დავტოვებთ. თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით ამაზე, იმიტომ რომ ხედავთ მაყურებლისთვისაც რამდენად ძვირფასი და საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი რუბრიკა. ასე რომ აუცილებლად არ გავჩერდებით, ჯერჯერობით 1 წლის გავხდებით მალე და კიდევ ბევრ საინტერესო თემებს შევთავაზებთ მაყურებელს.
ძალიან კარგი. კატო, ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პროფესიები გვაქვს, ერთმანეთის პროფესიასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ჩვენ როგორც სიუჟეტების ნაწილის გაკეთების ამბავში და ჩვენ პოდკასტის სახით დავიწყეთ შემოვიჭერეთ, ასე რომ ვთქვათ, შენს პროფესიაში. შენ როგორც გამოცდილი ჟურნალისტი და მით უმეტეს იურიდიულ თემებში აქტიურად გათვითცნობიერებული ადამიანი. რა არჩევებს მოგცემდი ჩვენი პოდკასტის კუთხით, რაზე გავამოხვილოთ ყურადღება და თუ გაქვს რაიმე შენიშვნები, ეგეც გითხარი, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიღებთ. ძალიან კარგი. კრიტიკას ნამდვილად საკრიტიკო არაფერი არ გააქვთ. ერთადერთი მაყურებლის მხრიდან ზოგადად მაყურებელს რაც აქვს ხოლმე, ცოტათი მარტივი ენით ვისაუბროთ იურისპრუდენციაზე. ერთადერთი არის ეს. დანარჩენი თქვენი პოდკასტები, კი, მესმის, ეს თქვენი პროფესიული მოვალეობა არის, ზუსტად იმ ტერმინებით ისაუბროთ. უფრო მარტივი გასაგები იქნება მაყურებლისთვის. დანარჩენი თქვენ პოდკასტების მაყურებელი ვარ მეც და პირიქით თქვენი გულშემატკივარი ვარ, თქვენი მაყურებელი ვარ და ძალიან მიხარია რომ ეს დღეს თქვენი სტუმარი ვარ და ძალიან გულშემატკივრობთ. დიდი მადლობა, მეგონი ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა, საინტერესო თემებს შევეხეთ და ალბათ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა სახის ფორმატით, მით უმეტეს მედია სამართლის კომიტეტთან მიმართებაში აქტიურად დავიწყებთ თვალე მუშაობას და იქ კიდე სხვა სიტუაციებში და თემებში მოგვიწევს ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი თანამშრომლობა და მეს დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად გავაგრძელებთ. მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო საუბრისთვის.